დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობის მაკოკოტე მიღწევების სრულიად საქართველოს, ვინც ახლა შემოგვერთა შევახსენებ, რომ გუშინ კიევიდან დაბრუნდა საქართველოს ძალისმერის სამჭიდის ეროვნული ნაკრები, ისინი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და მოიპოვეს ოქროს მედალი, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. თუ ამერია პირიქით როგორ არის ზურა უკვე დაბიბე. 13 ოქროს მედალი, 3 ვერცხლის მედალი და 2 ბრინჯაოს მედალი. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს ძალისმერის სამჭიდის ეროვნული ალიანსის პრეზიდენტი ზურაბ თავართქილაძე. დილამშვიდობის კიდევ დილამშვიდობისა. და ჩვენი მსოფლიო ჩემპიონები, რომლებსაც ახლა მე აუშვება წარმოვადგენს ყველას და გაგაცნობთ, უბრალოდ მე და ზურა გაგაცნობთ ერთად. ზურა, მოდი დავიწყოთ. ჯერ ერთ პატარა შესავალს გავაკეთებ. თქვენ შეიძლება ტანმა მოგატყუოთ მისმა ვიზუალმა, მაგრამ მან მოხსნა მსოფლიო რეკორდი და აწია 220 კილოიანი შტანგა, ხო? გივი. აბა მითხარი ერთ-ერთი 2 სიტყვით როგორ ჩაიდინა ეს ყველაფერი? 65 კილოგრამ წონის კატეგორიაში ვიასპარეზე, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ევროპის რეკორდებით ჩემს სახელზე იყო, 4-ვე ევროპის რეკორდი. მოხსენი მსოფლიო რეკორდი ამ მოწევაში. ამ გამხთარმა ბიჭმა 220 კილოიანი კოტე შეგირცხო თავი შენ. 220 კილოგრამი ავწიე და მეორე მსოფლიო რეკორდი მოხსენი დაწოლილი შტანგის აწევაში, წოლჭიმში ავწიე 140 კილოგრამი. მოიპოვე 2 ოქროს მედალი. დილის რო კოტეს აწევს მემაჩე ეს არაფერს არ ნიშნავს. მოდი, აბა აგვიწიე, ნუ არ ვიცი მაკო, მაგრამ აი შეხედეთ ახლა როგორ აწევს და როგორ მოიპოვა მან 2 ოქროს მედალი. ერთს მე მჩუქნის და აი ეს არის ასეთი მოძრაობა, ამოწევა, რომელ კატეგორიაში სახეობაში გახდა. ამ სახეობაში ამოწევაში ეს არის ამოწევა. მოდი შემდეგი სპორტსმენი წავუდგინოთ ჩვენს მაყურებელს, ეს არის დათო. შემდეგი სპორტსმენი არის დავით გაბელაია, მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონი, საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი არის. იტყობა დავით. საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია იქაურ სპორტსმენებს და წარმატებასაც მიაღწია და ეხლა გავესაუბრები დათო დილამშვიდობის. პირველ რიგში გილოცავ ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას და რო გვასახელე მეც ჩემ თავსაც ულოცავ, იმიტომ რომ მოხარული ვარ რომ ქართველებს ესეთი კარგი სპორტსმენები ყავს. მითხარი როგორ არ გაგიჭირდა მათი დამარცხება თუ როგორ იყო? რა თქმა უნდა, მათი დამარცხება გამიჭირდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები არიან, ძლიერი მოასპარეზეები. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ, კარგად მომზადებულები ჩავედით და დავბრუნდით მოგებულები. ამიტომ ვასახელეთ საქართველოს და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მაყურებლებს და ჩვენ პირიქით შენ გიხდით და თქვენს უყურებთ დიდ მადლობას რომ გვასახელეთ ჩვენ და მოდი იქნებ ვაჩვენოთ რაში მოიპოვე ეს მედლები ეს თან მოძრაობა წოლჭიმი და ამაში ავწიე წოლჭიმით მკერდიდან აჭიმვაში 230 კილოგრამი რაც მოიპოვე პირველი ადგილი და აბსოლუტურ ჩათვლაში მესამე ადგილი. აბა მოდი ვნახოთ ესე სხვადასხვანაირი სახე ყველასავის აქვს ხო? აქ არის ამოწევა, აქ არის ეს არის წოლჭი. ეს არის წოლჭიმი. რამდენი ის ყოფილა საინტერესო თურმე ზურა და ეხლა არ ცოდნია და ნელ-ნელა გავიგე ყველაფერი. 3 მოძრაობა არის და ამიტომ ეძახია ძალისმიერ სამჭიდს. ახლა 3 მოძრაობა არის. წოლჭიმი, ჩაჯდომა და მოდი ახლა გადავინაცოთ შემდეგ ჩვენს ჩემპიონთან ეს არის ჯეკო ჭელიძე. მოდი ესე დავდგეთ კამერასთან პირიქით როგორ დავდგეთ? აი ესე დავდგეთ ხო? ჯეკო ჭელიძე. ჯიმშე ჭელიძე, რომელიც გახდა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სუბმასტერთა დივიზიონში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. საკმაოდ კაი შედეგია ჩვენა და ჯორჯია სტროგმენ, არ გაქეკ ვიდეო ნახი? ჯორჯია სტროგმან და რაღაცებს რო იძახ. ერთ მოძრაობას გვიჩვენებს. აი, სხვათა შორის ჩვენმა წამყვანმა გიცნა ჯორჯია სტრონგმენ ესე და სტრონგ არა, სტრონგმენს არის. მოგესალმებით, გამარჯობათ. მე ვარ ჯიმშე ჭელიძე. მოიკითხე კვადრო დიდი სიყვარულით. ეგრევე უძლიერეს მამაკაცი. მოგიკითხეს მაპატიე ჯეკო ჩვენგან სტუდიიდან დიდი სამეგობრო ჯეკოს ვიდეოებზე ვარ. ვარჯიშობთ სწორედ სხვა რა. ვარჯიშობ, სტრონგმენშიც ვარჯიშობ და ძალისმიერ სამჭიდშიც ვარჯიშობ. და როგორ გაგიჭირდა ამ გამარჯვების მოპოვება კიევში თუ არც ისე? დიახ, კონკურენცია რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ჩემ კატეგორიაში სუბმასტერშიც არიან ისეთი ხალხი, რომელიც ვარჯიშობს და ფორმას ინარჩუნებენ და დასაფასებელია ესეთი რომ ჩვენ ასაკობრივ კატეგორიაშიც ესეთ ფორმაში ვარ და ვინარჩუნებთ ფორმას და ვცდილობთ რომ შედეგები გავაკეთო და მე როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი რომ სუბმასტერში გამოვდიოდი მეც მივახციე ჩემ შედეგზე ვასახელე საქართველოს. შეგვიძლია გვაჩვენო რომ ასახელეთ დიდი მადლობა მინდა გითხრათ. აბა გვაჩვენე რაში ასახელე საქართველოს და მე რასაც ვაკეთებ ამას ეწოდება ჩაჯდომი. ჩაჯდომი. ეს სახეობა არის იმ სამჭიდში, რასაც მე გავიმარჯვე. კი ბატონო, შეგიძლიათ უკვე ჩაჯდომით ვაჩვენოთ და მე გადმოვინაცვლოთ ჩვენს
აი ეს ძალიან რთულია მე მგონი. კი, საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ კილოიანი. ეს არის 100 კილოგრამი. 100 კილო, აი ესე დილაუთენია, მე მგონი კარგი. დიდი მადლობა ჯეკო. ესე იგი, ჩვენ მოვედით 17 წლის სპორტსმენთან, ხო, როგორც სწორედ. მოდით აქ დამდეგი ზურა რომ მითხრა. ჩვენი ყველაზე ცირეწლოვანი. წლოვანებით ცირეწლოვანი, თორე ისე ფიზიკურად ისე შეხედულებით და აღნაგურობით საკმაოდ. მას ესე ორი ოქრო, ვაი მე რა დაჭიქი. მე მგონი ჩუბია დაჭდეს. 17 წლის ჯამბულად ყოფერია. რომელიც გახდა სოფლიო ჩემპიონი, აქ აჩვენა საუკეთესო შედეგები. დამსახურებულად მოიპოვა მე მგონი დილამშვიდობის. გილოცამ ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას. მე მგონი შენ არ გაგიჭირდებოდა ამ გამარჯვების მოპოვება რა სიტყვა. დიახ, რა თქმა უნდა, არ გამიჭირდა ამ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ძალიან კარგი რეკორდები იყო ჩემთან. 9 ევროპის რეკორდი მოხსენი, ასევე 1 სოფლიო რეკორდი. შევეცადი ასევე წელიწადში მომეხსნა სოფლიო რეკორდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხსენი, ტექნიკური წუნი იყო და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს სპონსორს ყობა დავარაშვილს. მადლობთ ყობას, დიდი მადლობა. მოკლედ ერთი სიტყვით ზურა, მოდი ჩემთან დაგვრჩა. შემდეგი ჩვენ არის ალექსანდრე დილამშვიდობის ალექსანდრე. დილამშვიდობის. შენ რაში მოიპოვე ეს ოქროს medali რო გაქვს დაკიდებული, მითხარი? ანუ ვიასპარეზზე 23 წლამდე 140 პლუს კატეგორიაში მოიპოვე წოლჭიმში, გავამჯობესე ჩემი ევროპის შედეგი 180 კილო გავამჯობესე ამჯერად მხოლოდ 10 კილოთი, თუმცა ეს მინიმუმი არის, რასაც მე ვაპირებდი. და მინდა ვისაგებო თქვენი ეთერით და დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს გულშემატკივრებს და ჩემს სპონსორებს. მადლობთ, ესე იგი მე მგონი ვინმე არ გამოგვეპაროს ჩვენი სპორტსმენები შემდეგი რომ დროში ვიზღუდებით და მაგიტომ მინდა დილამშვიდობის, მოდი ორივეს ერთად წარვადგენ, იმიტომ რომ დრო არ გვექნება. თქვენ მოდი ზურა უფრო კარგად წარადგენს სიტყვის. ებზარი ქილიფთარი და ნოდარი თეთრაშვილი, ებზარი ქილიფთარი ასპარეზობდა სამჭირში, ასევე ნოდარი თეთრაშვილი სამჭირში ასპარეზობდა, საკმაოდ წარმატებითი ასპარეზეს ბიჭებმა და შედეგსაც მიაღწიეს, რა თქმა უნდა, თუ გაგიჭირდათ ამ შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა გამიჭირდა, პირველად გამოვედი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რაშიც მეორე ადგილს ავეუფლე და რა მოწევაში, რაც წეღან გაჩვენა. პატარა გივი. და თქვენ? მეც ესე სამოძრაობაში ვიღე მონაწილეობა. შევიცვალე წონითი კატეგორია და ვიასპარეზე 100 კილოგრამში. მოიპოვეთ გამარჯვება. მე მეორე ადგილს გადასარევია სოფელ ვერცხლის медаლი. ვერცხლით გადასარევია, მინდა გითხრათ და ეხლა როგორც დავპირდი ჩვენს მაყურებელს, მეც მაქვს თქვენთვის პატარა სიურპრიზი. ეს არის მეც უნდა ავწიო, რა თქმა უნდა, ეხლა მოვედი აქ და შტანგა არ ავწიო, ეგრე არ გამოვა. მაკო მისმენს? უნდა მიყურო ეხლა როგორ ავწევ და მოდი ეხლა ზურა გახდება ჩემი თანაწამყვანი. მოდი ზურა და თან მიკროფონში ამიხსენი როგორ ხდება. ჩვენ გვეგონა ნინო ისე სრულდებოდა ჩართვა რომ არ აპირებდი აწევ. ესე იგი ეს არის ამ მოძრაობას ეძახიან წორჭიმს. ხელები უნდა მოკიდო აი აქ, ზუსტად სადაც აქვს თავის ნიშანი. შტანგას აიღებ. და ნელა-ნელა დაუშვებ. ვაი. უნდა კი, ბოლომდე უნდა დაუშვათ ცოტათი და აი ხა უნდა აიწიოს. ოჩა, ეს რამდენი კილოა ნინო? ეს არის 125 კილო, მაკოიო. ნუ იტყუები. გოგოებიც ეწერიან 125 კილოს. 25, არ მოიტყვა, იმიტომ რომ მაინც ფანტასტიკური შედეგი. 6 კილო. 50 კილოა ზურა არ ჩამიშ. 50 კილოს წე? აი ამდის თქვენაცე. 25. მე მგონი დილიდან ვარჯიში. მე ვერა ნამდვილად. ცალი ხელი წევ ამას რა გადამეკიდე გამხდარი რომ გამხდარი და ეს როგორც მახსოვს 50 კილოიანი. კი, ეს იყო 50. აი მაკო 50 კილოიანი იყო. კილოიანი. მე მგონი უპრობლემო თავწე, იმიტომ რომ მავარჯიშეს ჩემმა. თავისუფლად ჩემმა სოფლიო ჩემპიონმა ბიჭებმა მავარჯიშეს მანამდე სანამ მეორე ჩართვა გქრება და უპრობლემო თავწიე და ერთი შეკითხვაც მაქვს, გოგოებიც არიან მე მგონი ხო ამ სპორტში? კი, გოგოებიც არიან ამ სპორტში, მონაწილეობენ ამ სპორტში გოგოები საქართველოსდან იყო ჩვენი წარმომადგენელი იქ, როდის გოგო უკრაინაში ცხოვრობს, ვალიტა მელიქიძე, რომელიც გახდა ჩემპიონი ესე. და შემდეგ იქნება ნინო კვანტრიშვილი წოლჭიდში ჩემპიონი. თუ მოინდომეთ, თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მონაცემი აქვს და იასპარეზოთ.
წარმატებით შედეგს მიაღწევთ. შედეგს მივაღწევ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას და წინ კიდევ დარწმუნებულია რომ ბევრი ოქროს მედლებით დაბრუნდებით საქართველოში. წინ გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატი გველოდება, რომელიც ჩატარდება საქართველოში და რა თქმა უნდა არავის არ გავატანთ ჩვენ ოქროს მედალს და დავიტოვებთ ისევ აქ ჩვენთან. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ ესე გუშინ ძიმე დღის მერე დაღლილები და დღეს ჩვენთან რომ მოხვედით და წარსდეგით ჩვენი მაყურებლის წინაშე. მოკლედ მე უნდა დაგემშვიდობოთ ვინც გვიყურებით. კიდევ დიდი მადლობა თქვენს დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ.